ყიდეთ და კუწეთ სამშობლო ფულით გაივსეთ თასები ერი ღალატზე პასუხს გთხოვთ ახლა გახსენდათ ფასები ტყუილად ფაფხურაობთა ვერას გიშველით ხავსები საამშვიდობის მეგობრებო შეგეწიოთ ყველას ერთად ყოველთა წმინდანთა მადლი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას ყველა ღირსეულ ქართველს და გილოცავთ წინასწარ ყვალე წმინდა სპირიდონ ტრიუმფუნტელის ხსენება არის ფარავდეს ჩვენს ქვეყანას წმინდა მღვდელმთავარი დაგვიფაროს დაგვიწვას და გაგვაძლიეროს ორი სიტყვით მინდა გამოეხმაურო პრემიერის განცხადებას რომ თურმე ეხლა გაახსენდათ რომ ფასები არის არაადეკვატური რომლითაც ხალხი გატყავებულია სულიან სტიკის მნიშვნელობით და რომლითაც ერს სოციალური ოკუპაცია მოუწყეთ არის ასეთი ფილმი მტირალა მკვლელი თუ არ გინახიეთ ნახეთ ძველი ფილმი არის მაგრამ ზუსტად შეესადაგება დღევანდელობას ანუ მკვლელი კლავს მსხვერპლს და მერე თან ტირის ან მკვლელობის წინ ტირის აი ესეთი რაღაცა არის თქვენი განცხადება ანუ თქვენ ხელში არის ამების რეგულაცია და თქვენი მოსაგვარებელია და ძალიან კაი თუ მოაგვარებთ და ეს თქვენი პირდაპირი ვალდებულებაა მაგრამ ეს არის მცდელობა უსუსური მცდელობა არაბიზაციის გადასაფარად არაბიზაცია სამთემით ვერ გადაფარავთ იმიტომ რომ თქვენ რომელი ხალხის პასუხს გთხოვთ ამ ყველაფერზე რასაც სამშობლოს ღალატი ქვია არ იყიდება ის ხალხი არც ფასებზე არც კარტოფილზე არც 200 ლარზე და არც მილიონ ლარზე და საერთოდ არაფერზე არ იყიდება გეშლებათ იმიტომ რომ ეს ხალხი გაბეორდებით და ცოტა ხანში თელიერი იქნება ვინც მაგ ყველაფერზე პასუხს გაგებინებთ დიახ ძალიან კარგია რომ აღიარებთ მაგრამ კითხვა მაქვს თქვენთან ეს ხელოვნური ინტელექტით დაგენერირებული პრემიერი ხო არ ლაპარაკობდა ფასებთან დაკავშირებით თუ ნამდვილად პრემიერი იყო იმიტომ რომ ამდენი წელია ხელისუფლებაში ხართ ეხლა გაგახსენდათ ფასები ძალიან კაი მივესალმები მაგრამ ფარისევლური არის მე ესე ვფიქრობ ვინაიდან აქამდეც თქვენ აკონტროლებდით თქვენ ხელში იყო ეს ყველაფერი და შეგეძლოთ მაგრამ მცდელობა არის მხოლოდ ისევ ნიღბის მორგებისა რომ ვითომ კაი ბიჭები ხართ რა ასე რომ არ გამოგივათ ტირალა მკვლელის პოზაში ხართ ტირალა მკვლელის თქვენი შექმნილია სიტუაცია რაც ქვეყანაში ხდება და ხალხს თვალებში ნაცარს ვერ შეაყრით იმიტომ რომ ვინც აქეთ ხარეს თქვევართ და ვინც პასუხს გთხოვთ და მოგთხოვთ სამშობლოს ღალატზე წინაპართა სისხლით მორწყული მიწის გაყიდვაზე არ იყიდება ეს ხალხი არაფერს ვერცმა დაგლოცოთ ჩემო ქართველებო ჩემო ღირსეულო გულანთებულო არ გაყიდულო და არ შეშინებულო ქართველებო ტირალა მკვლელები ნიანგის ცრემლებს ღურიან მაგრამ იმ ფილმის არ იყოს არ გჯერა არც ნიანგის ცრემლების და არც ტირალა მკვლელების იმიტომ რომ ამ ხალხმა მოუწყო ერს სოციალური ოკუპაცია აი ამ ფასებით რასაც აღიარებენ საწვავის ფასებით საფთიაქო ფასებით თუ დენის თუ გაზის თუ რა ვიცი ყველაფრით ქართველი ერი გახიზნეს ქვეყნიდან ამ მოღალატეებმა პირდაპირ ვიტყვი ეს არის სამშობლოს ღალატი და ეხლა უნდათ კიდე რომ ადამიანების გულის მოგება მაგრამ არ გამოგივათ არა საქმე ლაპარაკის ნაცვლად მაგრამ ჩვენ თქვენი აღარც სიტყვის საგვჯერა და აღარც საქმისა ეხლა ის დროა ქუდები დაიფაროთ ჩემოდნები ჩაალაგოთ და ქვეყნიდან გასაქცევოთ არა სასამართლოში წასადგომად მოემზადოთ მოგიწევთ მალე ადრე თუ გვიან სანამ ზეცაში წახვალთ აქვე მოგიწევთ აი ამ ყველაფერზე პასუხის გაგება ქართველ ღირსეულ კაცს ვერ მოატყუილებთ და ეს ღირსეულები ბევრნი არიან და კიდე ბევრი გაიღვიძებს და
ბევრი შემოგვიერთდება. მერთმა დაგლოცოთ და მერთმა დაკურთხოთ. ჩემო გულანთებულო, ღირსეულო ქართველებო, შეგეწიოთ ყველას ერთად, ყოველთა წმინდანთა მადლით, წმინდა სპირიდონ ტრიუმფურტელი ფარვით და გეწეოდეთ.